სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე, რადგან გამოუმკეტესა სიტყვას წამართვეს, ხელოვნური ინტელექტის ჩემი ავატარი იქნებაო და დაასიეს მთელი პროპაგანდისტული მანქანა, დასინიან და გიშზე ძახიან და მე ცოტა უკან მინდა დავბრუნდე და აჭარის მაგალითზე მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ მიშა როცა იძახდა აჭარაზე, რომ აჭარა მსოფლიო დენის ტურისტული ცენტრი გახდებოდა, დასინოდით სრულ პესიმისტში იყავით და გიშზე ძახდით მიშას. როცა ამბობდა, რომ ბათუმი ჭაობის ქალაქის ნაცვლად საოცრებათა ქალაქად იქცეოდა, მანდაც დასინოდით და გიშზე ძახდით. როცა პირველი საერთაშორისო ბრენდი შერატონი შემოიყვანა მიშამ 2006 წელს, აჩხაოდით, რომ იმის იქაშენება შეუძლებელი იყო და მანდაც მიშამ ორიგჯერზე გიჟად ჰყავდათ გამოცხადებული. ანბანის კოშკის მშენებლობა იყო, მიშა გიჟი იყო, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გიჟი, ალიდანინო გიჟი, ბათუმის პიაცა გიჟი, ტრამთაუერი, მანდაც მიშა გიჟი, ახალი ბულვარი სადაც გაულელი ჭაობი იყო, მანდაც მიშა თურმე გიჟი იყო. არადა ზუსტად ეს სიგიჟეები აძლევს დღეს ჩვენს რეგიონს სიცოცხლის საშუალებას და ზუსტად იმ გიჟი კაცის აშენებულით იკვებება და სარგებლობს დღეს ჩვენი რეგიონი. და მიშას არასოდეს არ ეშინოდა რევოლუციური ცვლილებების და არასოდეს არ გაურბოდა სიახლეებს და ყოველთვის უსწრებდა ათწლეულობით ის დროს და ის რომ თქვენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, AI-ს და განვითარებას სპექტრს ვერ უწყობს, იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი გიჟია. ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ თქვენ ხართ წარსულში ჩარჩენილები და ამასობაში მხოლოდ და მხოლოდ ის მტკიცდება, რომ სააკაშვილს მართლაც სიგიჟემდე უყვარს საქართველო.